იდეის დამთხვევა თუ არ ქვა, ღართვებაც ტაქტიკაა, თუმცა ნამდვილი დამთხვევის სხვა ფაქტორებისგან გარჩევა, გამოწვევას წარმოადგენს, თუნდაც მეცნიერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ხშირად აღიქმებიან მკაცრად ლოგიკურ პიროვნებებად, რომლებიც ფაქტებსა და დაკვირვებებს პრიორიტეტს ანიგებენ, რეალობა უფრო რთულია. მოდით აგიხსნათ, რას ვულისხმობ. შეეცადეთ გაიხსენოთ პირველად დედამიწის სურათი. ალბათ შენიშნეთ, რომ ის ძალიან ჰგავდა თავსათეხის ნაწილებს, რომლებიც ერთმანეთს ერგებოდა. ისინი ასე გამოიყურებიან, რადგან ერთ დროს ისინი ყველა ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ერთ სუპერკონტინენტზე, სახელად ფანგეა, დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ. დროთა განმავლობაში ნაწილები დაიშალა და ერთმანეთისგან დაშორდა, რათა შეექმნათ სამყარო, როგორც მას დღეს ვხედავთ. ამ იდეას კონტინენტების დრიფტი ეწოდება. ეს ახლა ჩვენთვის აშკარა ჩანს, მაგრამ იყო დრო, როდესაც ეს ყველასთვის აშკარა არ იყო და არც მეცნიერთა უმეტესობისთვის იყო აშკარა. 1900-იანი წლების დასაწყისში თითქმის არავის სჯეროდა, რომ კონტინენტებს შეეძლოთ გადაადგილება ან გადაადგილება. ამის სასახსნელად ბევრი მეცნიერი თვლიდა, რომ ოდესღაც არსებობდა უზარმაზარი მიწის ხიდი, რომელიც აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას აკავშირებდა. ხიდი, რომელიც რატომღაც უკვალოდ გაქრა. მაგრამ გერმანელი გეოფიზიკოსი, სახელად ალფრედ ვეგენერი, თვლიდა, რომ აფრიკა და სამხრეთ ამერიკა თავსათეხის ნაწილებივით ერწყმოდა ერთმანეთს. ზუსტად იმიტომ, რომ ისინი ერთ უზარმაზარ ხმელეთის ერთ წერტილში იყვნენ დაკავშირებული. თავისი თეორიის შესამოწმებლად, ვეგენერმა შეისწავლა ქანები და ნამარხები აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სანაპიროებზე და აღმოაჩინა, რომ ისინი საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს. 1912 წელს მან გამოაქვეყნა თავისი დასკვნები კონტინენტური დრეიფის თეორიაში. იფიქრებდით, რომ სამეცნიერო საზოგადოებამ მიიღო ყველა ეს მტკიცებულება, მაგრამ ასე არ მოხდა. მეცნიერთა უმეტესობამ ეს უბრალოდ დამთხვევა თუ არქო. სინამდვილეში, იდეა იმდენად საკამათო იყო და მეცნიერები იმდენად შეშინებულები იყვნენ ვეგენერის დასკვნებით, რომ ნავთობის გეოლოგთა ამერიკის ასოციაციამ ჩაადარა ფორუმი მხოლოდ იმ მიზნით, რომ ეცადა კონტინენტური დრეიფის ნგრევა. ყველაფერი იმიტომ, რომ ის არ შეესაბამებოდა მათ მსოფლმხედველობას. ერთი წამით დაფიქრდით ამაზე. მეცნიერები, ადამიანები, რომელთაგანაც ლოგიკურები და ფაქტებით მოტივირებულები ვართ, ყველანი ერთად შეიკრიბნენ იდეის უარსაყოფად, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონდათ ის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უამრავი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მის სიმართლეს, და ისინი ამას აკეთებდნენ მიუხედავად იმისა, რომ ის იმდენად აშკარა იყო, რომ ბავშვსაც კი შეეძლო შეემჩნია. მხოლოდ 1950-იან წლებში, თითქმის 40 წლის შემდეგ, დაიწყო სამეცნიერო აზრის შეცვლა და სამეცნიერო საზოგადოებამ დაიწყო ვეგენერის კონტინენტების დრიფტის კონცეფციის მიღება. ეს აჩვენებს, რომ ის ფაქტი, რომ სამხრეთ ამერიკა და აფრიკა თავსათეხის ნაწილებს ჰგავს, რომლებიც ერთმანეთს ერგება, სულაც არ იყო დამთხვევა. მეცნიერების ისტორია სავსეა ასეთი მაგალითებით. და მხოლოდ ეს უნდა აფიქრებინებდეს სკეპტიკოს, როდესაც ეწო ექსპერტები რაღაცას უბრალოდ დამთხვევად მიიჩნევენ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსის პერსი უილიამს ბრიჯმანის სიტყვებით, დამთხვევა არის ის, რაც რჩება ცუდი თეორიის გამოყენების შემდეგ. და ეს არც ისე გასაკვირი უნდა იყოს, რადგან გერმანელი ფილოსოფოსის ართურ შოპენჰაუერის თქმით, ყველა ჭეშმარიტება 3 ეტაპს გადის. პირველ რიგში მას დასცინიან, მეორეც მას სასტიკად ეწინააღმდეგებიან და მესამე მას თავისთავად ცხადად მიიჩნევენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერი მაშინვე უბრალოდ დამთხვევად არ მივიჩნიოთ და ამას ასევე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ ბევრ რამეზე. ისეთ რამეებზე, რისი უბრალოდ დამთხვევად მიჩნევაც შეიძლება ცდუნებას გქონდეს. მაგალითად, ავიღოთ პოლ გრეჩკენის რეალური ისტორია. პოლმა ესთერთან შეხვედრა დაიწყო, რომ მისთვის შეყვარებული გამხდარიყო.
ის დელიკატესების მაღაზიაში იდგა და სენდვიჩს იხდიდა, როდესაც შენიშნა $1 კუპიურა, რომელზეც სახელი ესთერი ეწერა. რა უცნაურია, გაიფიქრა მან, რომ სახელი ესთერი ზუსტად იმ მომენტში გამოჩნდა, როცა მათ ურთიერთობაზე ფიქრობდა. რატომღაც გადაწყვიტა, რომ ფული არ დაეხარჯა და ამის ნაცვლად კუპიურა სახლში წაიღო, რასაც ჩვეულებრივ არასდროს გააკეთებდა. მან გადაწყვიტა, რომ ეს $1 კუპიურა სასაცილო საჯუქარი იქნებოდა ესთერისთვის და ამიტომ ჩარჩოში ჩასვა დააჩუქა იმ დღეს, როდესაც ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებას თხოვდა. მაგრამ როდესაც ესთერმა ჩარჩო გახსნა, რომელშიც $1 კუპიურა იყო, არ გაეცინა. ის სრულიად უსიტყვოდ დარჩა. როდესაც $1 კუპიურას უღრებდა, შოკირებული და დაბნეული ჩანდა. გარკვეული დუმილის შემდეგ, პოლმა უთხრა, რომ ეს ზუსტად ის რეაქცია არ იყო, რასაც ელოდა. მან ჰკითხა, რამე ხომ არ ჭირდა. ესთერმა უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო და სიხარულით დათანხმდა პოლთან ექსკლუზიურ შეხვედრას. 2 წლის გავიდა, ისე რომ $1 კუპიურა არავის უხსენებია. ისინი დაახლოვდნენ და საბოლოოდ პოლმა ესთერს ხელი სთხოვა. ისინი დაქორწინდნენ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ახალ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად, პოლმა ისევ ნახა $1. გაუკვირდა, რომ ესთერმა ამდენი რატომ რეაგირებდა ის 100 წლების წინანდელ კუპიურაზე. აღმოჩნდა, რომ როდესაც ის 19 წლის იყო, ის უბედურ ურთიერთობაში იყო. ეს ურთიერთობა დასასრულს უახლოვდებოდა და ამ დაშორების შუაგულში მას ახსოვს, როგორ ფიქრობდა, რომ არ იყო დარწმუნებული, ნამდვილი სიყვარული საერთოდ რეალური იყო თუ არა. მან გადაწყვიტა, რომ თავისი ბედის სამყაროს ხელში დაედოებინა. მან აიღო 10 სხვადასხვა ერთიანი კუპიურა და თითოეულ მათგანზე თავისი სახელი დაწერა. მან თავისთვის თქვა, თუ მე ჩემი ნამდვილი სიყვარულის პოვნა მართებს, მაშინ ამ კუპიურებიდან ერთ-ერთი იმ კაცის ხელში აღმოჩნდება, ვისაც ცოლად გავყვები. ამიტომ, როდესაც პოლმა მას $1 კუპიურა მისი სახელით მისცა, იმ მომენტში მან იცოდა, რომ მასზე გათხოვდებოდა. მაგრამ არ სურდა ამის გამხელა მათი ურთიერთობის ასე ადრეულ ეტაპზე. ეს გასაოცარი და ნაკლებად სავარაუდო ისტორიაა და დღეის მდგომარეობით პოლი და ესთერი 19 წელზე მეტია დაქორწინებულები არიან და 3 შვილი ჰყავთ. გრეგ ლაუამ ერთხელ თქვა, როდესაც სწორ გზაზე ხარ, სამყარო დრო და დრო გიკრავთ თვალს და თავს გიქნევთ, უბრალოდ იმისთვის, რომ იცოდეთ და როგორც კი ამ პატარა კოსმიურ მინიშნებებს შეამჩნევთ, როგორც კი გაიგებთ, რომ საერთოდ დგახართ გზაზე, ყველგან დაიწყებთ მათ დანახვას. ეს მინიშნებები არის ის, რასაც შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა კარლ იუნგმა სინქრონულობა უწოდა. 1942 წელს იუნგმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ახსნილი იყო, რომ ისევე როგორც ჩვენ შეგვიძლია მოვლენების დაკავშირება მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მიხედვით, ჩვენ ასევე შეგვიძლია მათი დაკუპრება მნიშვნელობით. სინქრონულობა ხდება მაშინ, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი დამთხევა და ჩვენ მას უპოულობთ, როდესაც სამყაროში მოვლენა მნიშვნელობით ემთხვევა გონებაში არსებულ აზრს ან გრძნობას. ხშირად ეს ხდება მაშინ, როდესაც რაღაცაზე ფიქრობთ და შემდეგ თითქმის მღისიერად ამჩნევთ სხვა რამეს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რასაც ახლახან ფიქრობდით ან გრძნობდით. როგორც ეს მოხდა, როდესაც პოლ გრეჩკენმა ესთერზე იფიქრა და მაშინვე შენიშნა $1 კუპიურა მათი სახელით. რატომ ხდება ეს? იუნგი თვლიდა, რომ ცხოვრება არ არის შემთხვევითი მოვლენების სერია, არამედ უფრო ღრმა წესრიგის გამოხატულებაა, რომელსაც მან ერთი მსოფლმხედველობა უწოდა. სინამდვილეში, იუნგის კონცეფცია ერთი მსოფლმხედველობა გასაოცარ მსგავსებას ავლენს პითაგორას იდეასთან, რომ სამყაროში ყველაფერი დაკავშირებულია რიცხვების ძირითადი სტრუქტურით. იუნგის თანახმად, ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ ქსელში, რომელიც გვაძლევს უნივერსალური მთლიანობის განცდას. და ეს გაცნობიერება უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ინტელექტუალური ვარჯიში, ეს სულიერი გამოღვიძებაა. იუნგი ამბობს, რომ სინქრონულობა ასრულებს როლს, რომელიც მსგავს როლს ასრულებს სიზმრებისას, და მისი მიზანია ჩვენი შეგნებული აზროვნების შეცვლა ამ უფრო დიდ უნივერსალურ ცნობიერებასთან დასაკავშირებლად. იუნგი ფრთხილად აღნიშნავს, რომ ის არ უარყოფს, რომ დამთხვევები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამავდროულად უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ზოგიერთი დამთხვევა,
რომლებიც იმდენად მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული, რომ მათი მოხდენის შანსები იმდენად ნაკლებად სავარაუდო, იმდენად წარმოუდგენელია, რომ მათი ახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამ მიზეზით არ უნდა უგულებელხოთ სინქრონულობა, როდესაც ისინი ხდება. მათ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. აი, კიდევ ერთი გავრცელებული მაგალითი. თუ ერთ ღამეს ვინმეზე ოცნებობთ და მეორე დღეს იმავე ადამიანს წააწყდებით, უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, რატომ შემოდის ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ამ მომენტში? რას ნიშნავს ეს და რა გზავნილი უნდა მივაწოდო? ეს გვატარებს მატერიალური სამყაროს მიღმა არსებულ სამყაროში და გულისხმობს სამყაროში უფრო ღრმა და უხილავ წესრიგს. რადგან ბევრად უფრო ფართო გაგებით, მთელი ჩვენი სამყარო და თავად სიცოცხლე შეიძლება თითქმის შეუძლებელ დამთხვევად მივიჩნიოთ. ბევრმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ ფიზიკური კანონები, რომლებსაც ჩვენ გარშემო ვხედავთ, იდეალურად არის მოწყობილი, ზუსტად ისე როგორც ვიცით, უნდა მივაქციოთ. აი, კიდევ ერთი გავრცელებული მაგალითი. თუ ერთ ღამეს ვინმეზე ოცნებობთ და მეორე დღეს იმავე ადამიანს წააწყდებით, უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, რატომ შემოდის ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ამ მომენტში? რას ნიშნავს ეს და რა გზავნილი უნდა მივაწოდო? ეს გვატარებს მატერიალური სამყაროს მიღმა არსებულ სამყაროში და გულისხმობს სამყაროში უფრო ღრმა და უხილავ წესრიგს. რადგან ბევრად უფრო ფართო გაგებით, მთელი ჩვენი სამყარო და თავად სიცოცხლე შეიძლება თითქმის შეუძლებელ დამთხვევად მივიცნიოთ. ბევრმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ ფიზიკური კანონები, რომლებსაც ჩვენ გარშემო ვხედავთ, იდეალურად არის მოწყობილი, ზუსტად ისე როგორც ვიცით, რათა ხელი შეუწყოთ სიცოცხლეს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბუნებაში ჩვენს გარშემო არსებობს მათემატიკური მუდმივები, როგორიცაა სინათლის სიჩქარე და გრავიტაციის ძალა. და ყველა ეს რიცხვი, როგორც ჩანს, ზუსტად შესაფერისია ჩვენი სამყაროსთვის სიცოცხლის შესანახად. თუ ისინი ოდნავ განსხვავებული იქნებოდა, სამყარო დაიშლებოდა, ან მას არ ექნებოდა ვარსკვლავების ან პლანეტების ფორმირებისთვის საჭირო ქიმიური ელემენტები. ეს კითხვა, რომელიც ღირს დასმა, თქვენ. უბრალოდ დამთხვევაა, რომ ბუნების კანონები და სამყაროში არსებული მათემატიკური მუდმივები ზუსტად ისეთია, როგორიც არის. და რომ ისინი უბრალოდ ისეა განლაგებული, რომ სიცოცხლის შეენარჩუნება შესაძლებელია. ამან გამოიწვია ის, რასაც ბევრი მეცნიერი უწოდებს დახვეწილი სამყაროს იდეას. და თუ კიდევ უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, აღმოვაჩენთ სინქრონიზმის კიდევ ერთ ტიპს, რომელიც რიცხვებთან მიმართებაში ვლინდება. ნუმეროლოგიის თანახმად, როდესაც ხედავთ რიცხვებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში განუწყვეტლივ ჩნდება, სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა გზით, ეს შემთხვევითობა არ არის, ეს ხდება გარკვეული მიზეზის გამო. ისევე როგორც განმეორებადი სიზმარი შეიძლება იქნას გაგებული როგორც თქვენი ქვეცნობიერის შეთხობინება, ასევე რიცხვი, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში მუდმივად ხედავთ, შეიძლება იქნას გაგებული როგორც სამყაროს შეთხობინება. მაგრამ ისარგებლებთ თუ არა ამ შეთხობინებით, მთლიანად თქვენზეა დამოკიებული. ნუმეროლოგიაში ამ განმეორებად რიცხვებს ანგელოზის რიცხვებს უწოდებენ. და მათ შეუძლიათ ღირებული მინიშნებები მოგცეთ თქვენს გარშემო არსებული შესაძლებლობების შესახებ. შეგიმცნევიათ რაიმე უცნაური ან ლამაზი დამთხვევა თქვენს ცხოვრებაში? შემატყობინეთ კომენტარებში. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ, მოიწონოთ და გამოიწეროთ. გარგი, დღეს სულ ეს იყო. ამ ვიდეოს ბოლოს მივახციეთ და გულწრფელად ვიმედონებ, რომ ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ. ამიტომ, თუ ამ ვიდეომ რამეში დაგეხმარათ დაფიქრებაში ან სწავლაში, დატოვეთ მოწონება და კომენტარი, რათა მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს სიბრძნის ძალა. თუ არ იცით რა კომენტარი დაწეროთ, აკრიფეთ მე ბრძენი ვარ, რათა შემატყობინოთ, რომ ბოლომდე მიაღწიეთ. და თუ ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, გთხოვთ, გამოიწეროთ. გახსოვდეთ, რომ ყველა პატარა ნაბიჯი მნიშვნელოვანია თქვენი პიროვნული განვითარების გზაზე. განაგრძეთ წინსვლა გამარჯვებისკენ. გმადლობთ ყურადღებისთვის.